20 და 21 ივნის ფილარმონიაში გაიმართება ძალზე საინტერესო კონცერტები, სადაც სცენაზე გიმასპინძლებთ ათასობით მაყურებლისთვის საყვარელი ანსამბლი ქართული ხმები, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია. საგამოშვიდობისაც შემოძმებოდა მეგობრებო. მიუხედავად ჩვენი ამდენი ხნის მეგობრობისა, პირველად ხართ ჩემთან სტუდიაში და კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენ შოუში. ცალ-ცალკე კი ხართ გამყოფები, მაგრამ ქართული ხმების ეგივე. თანაც მიზეზი მართლაც ისეთი გვაქვს ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ სულ მალე 20-21 ივნის როგორც უთხარი ჩვენს მაყურებელს თქვენი კონცერტი, რომელსაც აი როგორც ქართულ ხმებს შეშვენის ისეთი გულიანი, აი სახელწოდებაც აქვს, განზრახვაც სლოგანი რაც გაიხარდება რომ ეძღვნებათ დიდ ბიჭებს და ვის ეძღვნება და რა კონცერტია მოდი ამაზე მითხარით. მადლობა მოწვევისთვის გია და მოხარულები ვართ რომ მართლა ჩვენი ესე არასრული შემადგენლობით მაგრამ მაინც ქართული ხმები ვიღებთ შენ გადაცემაში მონაწილეობას. რაც შეეხება ამ კონცერტს და ამ სახელწოდებას მიძღვნა დიდ ბიჭებს ეს ეძღვნება იმ ადამიანებს რომლის ხელშიც გავიზარდეთ მუსიკალურად და არა მარტო მუსიკალურად. ჩვენი ცხოვრების ერთი დიდი ეტაპი უკავშირდება აი ამ დიდ ადამიანებს, დიდ ბიჭებს. საიდანაც ვისწავლეთ სიმღერა, მოქალაქეობა, ბიჭობა, ადამიანობა, მოკლედ და ბევრი ესეთ ცხოვრებისეული ნიუანსი, რომელიც ყოველდღიურობაში გვადგება რა და იმ დიდ ბიჭებს გვინდა რომ მადლობა მოუხადოთ სცენიდან და რა თქმა უნდა. მოდი ჩამოთვალოთ ეს დიდებული ხალხი. კი ბატონო, მაესტრო თემურქევიშვილი უშუალოდ ვის გაზრდილებიც ვარ ანსამბლის თითქმის უმეტესობა, ანზორ ერქომაიშვილი, რობერტ გოგოლაშვილი, დათო აბესაძე, ზაურ ბოლქვაძე, გურამ თამაზაშვილი, დათო გოგიაშვილი, გია ჭირაქაძე, გოგი დოლიძე და რა თქმა უნდა ეძღვნება ჩვენ ძმას და მეგობარს ვისთანაც ერთად გავიზარდეთ და ვიცხოვრეთ ზურაბ აკურაძეს. გაიხარეთ. აზრახვად შესანიშნავია და ახლა მოდი ვისურვებთ მაყურებელს რა ელით კონკრეტულად რა დახვდება სცენაზე, იმიტომ რომ მე მხვდება თქვენი აი ცალკეული ფრაგმენტები სოციალურ ქსელში და ისეთი აი ძალიან კარგად გამოიყურება და ვიცი რომ მეც რომ აუცილებლად დავესწრები თქვენ კონცერტს მელოდება არაერთი სიახლე და ბადრი მოდი შემძანე. კი ბატონო, მოგახსენებთ. პირველ რიგში ეძღვნება კიდე დავაფიქსირებ იმ გარდაცვლილ ადამიანებს, რომელმაც ჩვენში რაღაც წვლილი შეიტანეს და რაღაც გვაჩვენეს თუ როგორ უნდა გვესწავლა სიმღერა და ვის მიმართულებით უნდა წავსულიყავით მუსიკალურ ასპექტში. ესე იგი მაგალითად ვიტყვი ერთ-ერთი თქვათ ზაურ ბოლქვაძე. რაც სიმღერაც ყველაზე გემრიელად გამოსდიოდა, რა სიმღერაც უყვარდა. ეს სიმღერები გავაკეთეთ ჩვენებურად რა თქმა უნდა და გამოვიტანთ მის პატივსაცემად. ასევე ყველა იმ ადამიანების არ არის მაგალითად ერთი მიმართულება, მაგალითად მხოლოდ და მხოლოდ ქალაქური სიმღერები არ არის. გვაქვს შიგნით ხალხური სიმღერებიც შეტანილი და ჩემი აზრით მსმენელი მართლა აღყვება ჩვენ ბევრ სიმღერაში, იმიტომ რომ ძალიან ცნობილი სიმღერები გამოგვაქვს, ახლებურად დამუშავებული, ჩვენებურად გაკეთებული, რაშიც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით იქეთ თიგაბისიანს, რომელიც ძალიან დიდ შრომას დებს ჩვენ. მოვიკითხოთ კეთიაკიდან და ვუთამაშებთ. მართლა ეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა თიგაბისიანი ამას როგორ გავართმევდით თავს, ნამდვილად ის უკვე რაღაც ჩიხში ვიყავით, იმიტომ რომ ყველა ის სიმღერა რომელიც ბადრიმ ახსენა და არ უხსენები უпроსტად იგულის ხმა გულშია ხო იმიტომ რომ ამის ყველაფრის გაჟღერება არის ბევრი რაღაცა სურპრიზად გვინდა დაუტოვოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს თითოეულ იმ შესრულებულ სიმღერას უშუალოდ კავშირი ექნება იმ ადამიანთან ვისთანაც ჩვენ რაღაცა კავშირი გქონდა ეს მუსიკალური ცხოვრებისეული და ვინც იქნება ჩამონათვალში და ვისთვისაც გვინდა რომ მადლობა გადაუხადოთ. აი უშუალოდ ან შესრულებული ექნება, ან ნამღერი, ან რაღაცა მოკლედ აი უშუალო კონტაქტი ექნება იმ სიმღერასთან. ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ანსამბლში და ეს უკავშირდება ჩვენს ძმას და მეგობარს გედი ჯინჭარაძეს, რომელიც სადაც კი არის და მას შესანიშნავი ანსამბლები აქვს გამოვლილი დიდგორი, რუსთავი და ყველგან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი და ახლა შევამატო რომ დაგემატათ ამისთანა კადრი და კეთილი იყოს მისი მომზადება ქართულ ხმებში. ჩვენ
დაარსების დღიდან გულშემატკივრობდა ისი შენ ჩვენი ყველა ის მუსიკალური ცხოვრების ეტაპი, რომელიც ჩვენ გავიარეთ და იცი რომ ეს ცვლილებები ხდებოდა ჩვენ ანსამბლში რა. და მე მინდა ვთქვა რომ აი იმ თან მით უმეტეს იმ დიდი დანაკლისის მე ზურას მე რას განვიცადეთ რა. პირველი რა თქმა უნდა ბადრიმ შემოიტანა რაღაც ახალი ცხოვრება და ახალი სიცოცხლის ნიშანწყალი და ძალიან გაგვაძლიერა როგორც მორალურად ასევე მუსიკალურადაც და ადამიანურად რა თქმა უნდა. და შემდეგ გედი დაემატა ჯინჯარაძე, რომელიც ახლა შენ კარგად იცი ჩვენი რეპერტუარი. ყოველთვის ვცდილობდით რომ ფოლკლორს ძირეულად და საფუძვლიანად გვინდოდა რომ ამ ყველაფრის პოპულარიზაცია და რა თქმა უნდა ქალაქური სიმღერა და დღეს უკვე წელში გამართულები შეიძლება ითქვას. ორივეს რომ მოიცავდეს, ბატონო, აგერ არის ჩემი გედი და თან ორი ამისთანა კლიმატული ერთად სალში ლევან ვეშაბიძე და გედი ჯინჯარაძე ეს არის რა გითხრა. უდიდესი ფუფუნება და მაგასაც წარმოგიდგენთ ჩვენს კონცერტზე. ქალაქურად რო ვთქვა ვიბლატავებთ ახლა. რადგან დიდი ბიჭები ვახსენეთ, უამრავი ისტორია მათთან დაკავშირებული. ისინი საინტერესონი იყვნენ არა მარტო სცენაზე, სცენის მიღმა ცხოვრების წესით, როგორ იქცეოდნენ, როგორ მეგობრობდნენ, როგორ ხუმრობდნენ და მოდი, ჩემო კახა, შენ გაიხსენე, აი რამდენიმე ისტორია შენთვის საყვარელი, რომელიც ჩვენთვის ძალიან ახლობელია. ნუ აი განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდა მართლა ის სცენის მიღმა, იმიტომ რომ ძალიან უხაროდათ ჩვენი არსებობა, ჩვენი საწყისი ეტაპი და ყველაფერში გულშემატკივრობდნენ რა და ცდილობდნენ რომ აი თვითონ ახლა ჩვენ გვერიდებოდა რა და ახლა ჩვენ ხო ხდები შენ მაშინ ასაკობრივი ბარიერი ამოცდილება ეს ყველა ხო ნუ სხვარიდი და სხვა მიდგომები რა და პირიქით თვითონ ცდილობდნენ ხოლმე რომ გვერდიდან არ გვიშორებდა მე და გიგას ზაური კაბიძია რა ესე მოიხსენიებთ ყველგან ზაურ ბოლქაძეზეა ლაპარაკი ამ არაჩვეულებრივ და უდიდეს მომღერალზე მართლა ძალიან უშუალო სადა მარტივი ადამიანი იყო და აი უბრალო რასაც ქვია რა და ისეთ გურული ზუსტი იუმორით რა იშვიათი იუმორით და დათო მისი ვაჟი დათო ნაბოლქაძე ჩემი მეგობარი ჩემი მეჯვარია და ჩემი ბიჭის ნათლია ჩემი ოჯახის ნათელ მირონი ვართ მოკლედ როგორც შენ ჩემო ძმაო მეორე ჩემი ქალიშვილის და ასე დათუნას და ზაურის ქონდათ ფანტასტიკური ურთიერთობა მამაშვილობა იშვიათი და თავის მეგობრობით და რაღაცაზე მოკლედ დათუნას რაღაცას შორიდან უხვევს რა მოკლედ ამიკო ახლა სადღაც უნდა რომ წაიყვანოს თუ რაღაც ეგეთ სიტუაცია მოკლედ და დათუნა შეუტრიალდა რა და მამაო კარგიო რა თუნდა ამხელა შესავალიო რა და მამა იმის და ამხელა შესავალი რომ გამოსავალი არა ამაკი აი უცბად რა მარტივად